ყოველთვის ქართველი ქალი ასოცირდებოდა კლდევამოსილებასთან. ყოველთვის ქართველი ქალი ასოცირდებოდა რაღაცა სისუფთავესაგან. ეს ქალები, რომლებიც აი რუსთავზე დგანან და როდესაც პირს გააღებენ, ისეთი შეგრძნება გამაჩნია, რომ კანალიზაციის მილი გასკდა მათ პირში. აი ხა შეიძლება ესე იმეტყველოს, ესე ილანძღებოდეს ადამიანი? Მოიცა, აბა შეაგინო. ჯალალედინი ხარ შვილო? ჯალალედინი ხარ? შენ მოგვივა, სახელმწიფო ხოა შენ მოგვივარდებით, სახში შემომივარდები. ჩე ორდოსო ბალასამა, ჩობდე. გადი, ვისა რა უნდა მითხრა, როგორ? შეიძლება მეგობრებო, აი ჟურნალისტი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანი არის დაკავებული რაღაც ფაქტთან დაკავშირებდეს, მისდევდეს იქა და ლამის მიკროფონი ურტყას იმ დაკავებულ ადამიანს, რომელსაც ნარუჩნიკები ადევს. აი ხა ეს ჟურნალისტი, ეს TV პირველის ჟურნალისტი მაინტერესებს? ნახალოკელი ბიჭები შეიძლება ასე ითქვას, რომ მათ კვერცხები დაუშინეს ადამიანებს. ერთი მიყავთ პოლიციელებს, სავარაუდოდ ანრიდებენ სიტუაციას, რატომ უკაცრავად რატომ უშენდით კვერცხებს? ერთი წამით აქციის მონაწილეებს რატომ უშენდით კვერცხებს? რატომ სად მიყავთ? თქვენ მიპასუხეთ, სად მიყავთ? უნდა განარიდოთ სიტუაცია. სად მიყავთ პირდაპირ ეთერში? რა კლეობა ხარ, რა შედედასემეთ. ვის უპედავ, ბიჭო? ვის უპედავ? ერთი გადრულობ. ერთი წამი. ამ ადამიანებმა დიახ, შეურაცხყოფას გვაყენებს, რეაგირება. არ მოგიხსნი გვიხტები მეტი რაღაც ვის ვხტებ? თქვენ ვიმგზანდებით. რას ქვია ვიმგზანდებით? ვის ვხტებით სახში? აი შემოუხდით სახში ყველას. ვის კვერცხები დაუშინეს აქციის? არა ისა ერთი წუთით რა გოგონა. კვერცხები რატომ დაუშინეთ? კვერცხები რას იგონია? აგრესიულობით გამოირჩევიან აქ ყოფი ადამიანები, მათ მოაწყვეს პროვოკაცია, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. დაუშინეს კვერცხები და როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ შორის დაუშინეს ქვებიც, მას შემდეგ ჩაერია პოლიცია სიტუაციის განისწორებაში, რაც აქციის მონაწილეებს. სად მიყავთ? უნდა განარიდოთ, შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებს და ქვებიც დაუშინა. კვერცხები და ქვები დაუშინეს. მარტო უნდა განარიდოთ? პასუხს არ აგებენ ეს დამნაშავეები? აქ რატომ მყავთ, თუ შეიძლება უბრალოდ გითხრათ? კარგი, გადავინაცვლოთ მესმის ხმაური მეორე მხარესაც. მშვიდობიანად მიემართებოდა ნახალოკების აქცია. ნადროსაც გამოჩნდნენ მეტრო ნაძრადების მიმდებარე ტერიტორიაზე შავი ნიღბიანები და მათ კვერცხები დაუშინეს აქციის მონაწილეებს და ამის შემდეგ მიიმალნენ ისინი უკვე ადგილიდან, ზოგი ბინებში შევარდა, ზოგი მაღაზიებში აფარა, ზოგმა თავი. ეს TV პირველი გადაარქვით სახელი და TV ბორდელი დაარქვით, ჭუტა ბორდელი რა. მე აი კიდე ერთხელ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მალე თქვენ დასაქმდებით ევროპულ ბორდელებში, ხო გიყვართ ეს ევროპა და თქვენნაირი ადამიანებს იქ ევროპაში სამსახურს ვერ იშოვია. თქვენ ერთადერთი შეიძლება სამსახური იშოვოთ ევროპულ ბორდელებში. ჩვენ თუ ეს არ შევაჩერეთ ეს პროცესები, მეგობრებო, მივიღებ ძალიან მძიმე შედეგებს. პირდაპირ ესენი გადასული არიან უკვე ჩვენი შვილების მოწამვლაზე. გამოდის ეს ჯუნიორ ვაშაძე და პირდაპირ ესე იგი შვილებს ეუნება რომ პავლიკა მოროზოვები გახდითო. ოჯახში რომ მივა შვილმა უთხრას რომ მამა იქნება თუ დედა იქნება უთხრას რომ ცხენია რომ შენი შვილი ვარ. მე მამას მოვკლავ დავახშობ დედას რევოლუციამ თუ კი მიბრძანა. კალისტრატე ბეკუას ეს ლექსი ჟურნალ მერცხალში 1926 წელს დაიბეჭდა. წერალი რომელიც ბოლშევიკური რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლების ფანატიკური ერთგულებით თავს ესხმოდა ეროვნული პატრიოტიზმის გამოვლინებებს. როგორც ჩანს, პროლეტარულ იდეოლოგიას დღეს თანამედროვე ოპოზიციის მესეჯ ბოქსი იმეორებს. სხვა არაფერია ვაშაძის მიერ გახმიანებული ის გზავნილი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო ახალგაზრდებს
ოჯახის წევრების, დედის და მამის სიძულვილს უნერგავს. ერთ-ერთში განმეორებულ ამ კომუნისტურ იდეოლოგიურ რუდიმენტს გაგრძელებაც აქვს. სუფრაზე რომ დაჯდება მოძალადე, მას ჭიქა არავინ მიუჯახუნოს. პირდაპირ გეუბნებით. სამეზობლოში რომ გაივლის მოძალადე, მას ყველა უთხრას, რომ გამარჯობა არავინ არ უთხრას. ვაშაძის საბჭოთა რევოლუციურ მიზნებს იზიარებს რადიკალური ოპოზიცია. მაგალითად, გიგი წერეთელის ფანტაზია იმდენად შორს წავიდა, რომ პროლეტარულ იდეოლოგიასაც გაცდა და ახლა მათ მიერ წაქეზებული ხალხის იმედად მოვლენების განსაკუთრებულად მძიმე დასასრულისთვის ემზადება. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ თუ არ დაიწყო მოქმედებები, ის ძალიან მძიმედ დაასრულებს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის სამწუხაროდ რაღაცა გვართ, აი ამ კომუნისტურმა ეპოქამ საქართველებზე იმოქმედა ერთის მხრივ ცუდად, იმიტომ რომ ყოველთვის უყურებდით ვის როდის გადაგვიწყვეტა ცენტრი. ეხლა ჩვენ აღარა ვართ საბჭოთა კავშირში, ამიტომ ცენტრი კი აღარ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვიღებთ. უნდა გატარდეს განათლების რეფორმა, იმიტომ რომ მასწავლებლები, ინსტიტუტის დირექტორები და ინსტიტუტის ხელმძღვანელები და მთელი ეს ლექტორები და პროფესორები რუსთაველზე იდგნენ იქ. ეხლა ამათმა რა ბავშვები უნდა აღზარდონ, მაინტერესებს. ის, რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ეს არის იმ განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების ბრალი. ამიტომ დროზე არის მოქმედებების განხორციელება.